მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს დღეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არის გარკვეული უზუსტობები, მაგალითად, იურისტმა აღმოაჩინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაულუქავს ის ავტომობილი, რომელზე თავდასხმასაც თამარ ლორთქიფანიძეს ედავებიან. ასევე ახალგაზრდა ქალს ედავებიან, რომ მან ძალოვანი უწყების თანამშრომელს ხელიც გაარტყა, თუმცა ადვოკატის განმარტებით ამ საქმეში არ დევს არც ერთი ვიდეო მტკიცებულება, რაც აღნიშნულ ქმედებას დაადასტურებს უფლებადამცველს. ბევრი კითხვა ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა ეს დეტალი შესავალ სიტყვაში უთხრა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს. თავად დაკავებულ ქალს დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. ის, როდესაც ტოვებდა სხდომათა დარბაზში მყოფ გულშემატკივრებს უთხრა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს ბოლომდე. სავარაუდოდ უკვე შემდეგი სასამართლო პროცესიდან მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ მხარეები. თავდაპირველად მტკიცებულებებს გამოიკვლევს ბრალდების მხარე, თუმცა როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში ამ დრომდე არ დევს ის პირდაპირ მტკიცებულება, რაც თამარის მხრიდან რაიმე გარკვეულ დანაშაულს დაადასტურებს. ის დანაშაულს არ აღიარებს. ერთადერთი რასაც ამბობს არის, რომ ავიდა ავტომობილზე, ეს იყო მისი პროტესტი სისტემის მიმართ. მნიშვნელოვანი გარემოება ამ საქმეში არის ის, რომ ბრალდების მხარემ არ ამოიღო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა თამარ ლორთქიფანიძის რაიმე დანაშაულის ქმედების ჩადენას. როგორ შეიძლება ადამიანს ვედაოთ მაგალითად რაიმე ნივთის დაზიანებას, ეს ნივთი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში, კონკრეტულად მანქანაზე ვსაუბრობ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთი ამოღებულიც არ ქონდეს და საქმეზე არ იყოს დამაგრებული. ბრალდების მხარეს პოლიციელზე თავდასხმის ნაწილში არაფერი არ აქვს, უშუალოდ პიროვნებაზე თავდასხმის ნაწილში და ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოს. რატომ არ დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი? იურისტისთვის ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ადვოკატი განმარტავს, რომ ეს საქმე გარკვეული უზუსტობით მიმდინარეობს, შესაბამისად ყველა ამ დეტალს კიდევ ერთხელ წარმოადგენს უფლებადამცველი მორიგ სასამართლო პროცესებს.